გამარჯობეთ იყოთ მეგობრებო. ჩვენ უკვე დიდი ხანია არ გქონია შეხვედრა Facebook კონფერენციის სახით. მით უფრო პარასკევის ტრადიციული ვერ შედგა გარკვეულ მიზეზთა გამო. გუშინდელი ბევრი რამით იყო გამოწვეული, რომ ვერ ჩავატარე, მაგრამ უპირველესად იმის გამო, რომ მაინც დიდი ფეხბურთი იყო და ამ დროს ძალიან ბევრი და მეც როგორც ადრე ფეხბურთთან დაკავშირებული პიროვნება მაინც ჩავთვალე, რომ არც სხვისთვის მომეხვია თავს, ვთქვათ, ის რომ Facebook კონფერენცია იყო და მეც მქონებოდა საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში მეხილა ეს თამაში. ესპანეთი, ბელგია. მე არ მინდა ბევრ რამე შევეხო დღეს, სათაური ძალიან კარგად ჩამოვაყალიბე. ვაჟა-ფშაველას ეკუთვნის გამოთქმა თვალებ ახილებული ხალხი. სამწუხარო ის არის, რომ განათლება იმდენად მოისპო ქვეყანაში და იმდენად დაქვეითდა, ესე იგი, წიგნთან დამოკიდებულება, რომ უკვე წიგნი, გაზეთი მას იწვევს ადამიანებში რაღაც ანტირეაქციას იწვევს. მაშინ, როდესაც დასავლეთში და ცივილიზებულ სამყაროში სრულიად სხვა არის. დასავლეთში ყველა ციტატა პოლიტიკოსების გაზეთებიდან არის ამოღებული, არავის არ უთქვამს, რომ ტელევიზიით ესა და ის თქვა, ან Facebook-ზე თქვა და ან Instagram-ში და სადმე, აქ არის ძირითადში, რომ თქვათ, რომელიმე გაზეთი, რომელიც სახელდება, კითხვია, რომ ამა და ამ გაზეთში გამოქვეყნდა და ანალიზი კეთდება ყველა ქვეყანა მსოფლიოს წამყვან გაზეთებში გამოქვეყნებული მასალების ანალიზს აკეთებენ, რომ გაზეთი პოლიტიკაში დარჩა უპირველეს წყაროდ, უმთავრეს წყაროდ. საქართველოში კი დღეს რომ თქვა, რომ გაზეთს ვკითხულობ, შეიძლება ვინმე იფიქროს, რომ რომელ საუკუნეში ჩარჩა. საუკუნეში თვითონ ჩარჩა. აშკარაა, რომ ეს არის მოდას აყოლა, ვითომ არაფერი აღარ გვინდა, Facebook-ს გარდა და ასე შემდგომ და ამიტომ ჩვენ მძიმე მდგომარეობაში, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ეს აწყობს იმ ხელისუფლებებს, რომლებმაც და ეს აწყობს იმ უშიშროების წარმომადგენლებს, რომლებმაც შექმნეს ეს Facebook და სხვა ესეთი წყაროები ინფორმაციის, იმიტომ რომ არაფერი აღარ ჭირდებათ Facebook-ით, ყველაფერს იგებენ უკვე, კითხულობენ როგორც პირად მიმოწერებს, ასევე ისაც იბეჭდება და რეალურად გაშიშვლებულია, როგორც იტყვიან, მთელი სამყარო, ეგ ნორმალურ სიტუაციასთან არ მიგვიყვარს. ჟან-ჟაკ რუსო უდიდესი პიროვნება იყო, რომელმაც მართლაც გენიალურად თქვა, რომ ტექნიკა იმ დონეზე მივა, რომ ადამიანებს უკვე სიცოცხლე აღარ მოუნდებაო, რომ დაახლოებით ეგეთი რამეა, სადაც არ მიდიხარ, გონია რომ გითალთვალებენ სხვადასხვა ფორმით და საქართველოში ეს კიდე სიგიჟეს აღწევს, იმიტომ რომ პიროვნება, რომელიც დღეს რეალურად მართავს ქვეყანას, მისთვის თვალთვალი არის ნომერი პირველი საქმე. მაშინ, როდესაც ვაჟა-ფშაველა პირდაპირ ამბობდა თვალებ ახილებული ხალხი. რა არის, აი ვთქვათ, ეს თემა დღეს ახლა მე ბევრი რამის გამო არ ვაპირებ, რომ აი გუშინ გითხარით არ შედგა იმის გამო, რომ ფეხბურთი იყო, მეორე ის რომ გაგვიტეხეს ესე იგი Facebook, ესე იგი გვერდი გაგვიტეხეს ცივილიზებული ჯი, ვებ გვერდი, ეს ადრე თეთრები გატეხეს, ეხლა და ნულიდან დავიწყეთ, ეხლა მერე ტელევიზიის ვებ გვერდი გატეხეს, მერე ეხლა გუშინ ესე იგი ცივილიზებული ჯი გატეხეს, რომელსაც აი უმძიმესი მდგომარეობაში ჩაგვაყენეს და მადლობა, რომ ბევრი ვინმე გვეხმარება, რომ აღდგენილი იქნას. ჩვენი გვერდი თვალთვალის ქვეშა. მე ვნახე გუშინ წინ, რომ ვთქვათ, აი გადაცემა, რომელიც ჩვენ გქონდა მხედველობაში მაქვს გვალი მაგიდა, რომელიც გავაკეთეთ გასულ ორშაბათს. ორშაბათს ღამის 3 საათზე 451 იყო, რომ ნახა. ეს მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი შეზღუდვები და დილით გავშალე და 111 თუ 123 იყო. წარმოიდგინეთ, რომ ასპად იმისა, რომ ყოფილიყო ორჯერ მეტი, ანუ 800, 900, 121 იყო და ესე იგი, აი ყველაფერი. ჩვენ ვცდილობთ იმას, რომ უცხოეთში დავარეგისტრიროთ ჩვენი Facebook გვერდი და ვებ გვერდი და ყველაფერი, იმიტომ რომ საქართველოში რეალურად ყველაფერი წავიდა იქეთკენ, რომ დააბნელონ ადამიანები, იგნორირებულია მეცნიერება, იგნორირებულია განათლებული ადამიანები,
მოხდა ძალიან სერიოზული დაპირისპირება, აი მარტივ რამეს ვამბობ იმისი, რომ ხალხი ტაშს უკრავს იმას, დღეს დააკვირდით გამოთქმას, ხალხი ტაშს უკრავს იმას, რისთვისაც მეცნიერთა კონგრესი პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს ამ ხელისუფლების. ანუ თქვათ ეს კიდევ უფრო მეტი მარტივად რომ თქვა, ხალხი ტაშს უკრავს იმას, რომ აი გზა გაიყვანეს, ეს გააკეთეს, ის გააკეთეს, მაშინ როდესაც ფულის მოგება და კორუფცია სწორედ იქ არის. იქ არის ყველაფერი, აი ციხეებში კვების საკითხი ვის მიცეს და 150 თუ 160 მილიონი ჯერ არ გვაქვს აი ამდე ისეთ ციხე რომ 160, 150, 160 მილიონი ჯდება წლის განმავლობაში. მეგობრებს, ახლობლებს, უშიშროების წარმომადგენლებს, აი პრაქტიკულად ეს ადმინისტრაციული ორგანოები და პოლიციური სისტემის წარმომადგენლები ძალიან ბევრი ღირსეული კაცი მუშაობს ამ სისტემაში, მაგრამ თავზე დაასვეს საზოგადოებას. იქედან გაშვებული ადამიანები რკინიგზაში აგერ 300-400 კაცი, რომლებიც ხელფასს იღებენ ისე რომ არ იციან, აი ბევრი რამ არის, აი რასაც გააკეთეს, ანუ ვიმეორებ, რომ ჩვენში ყველაზე მეტად და ზოგჯერ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ რეალურად რისთვისაც მეცნიერთა კონგრესი ამბობს, რომ სერიოზული კორუფცია, მსგავსი კორუფცია, რომელიც თბილისშია, არასდროს არ ყოფილა და ღმერთთან უკნაშოუდეს ვერ რომ იყოს. 1 კვადრატული მეტრი ასფალტის დაგებით და შეღებვით და ყველაფერი იმით რაც კეთდება, იმით დაწყებული, თვითონ მოსახლეობას რომ უთხრათ, რომ აი სკვერს და ბაღს რო უკეთებენ, იმის მეხუთედ ფასში გააკეთებენ ორჯერ უკეთეს. მაგრამ ამაში ძალიან დიდი თანხები კეთდება, გამდიდრდნენ, ანუ ჩვენ ტაშს უკრავთ იმას, რისთვისაც პასუხი უნდა მოვთხოვოთ. ეს არის რატომ არის რთული მდგომარეობა დღეს და რას ნიშნავს თვალებ ახილებული ხალხი. განათლებისადმი ამ დამოკიდებულება გახადა ის, რომ რაც უფრო განათლებული ადამიანი, მით უფრო მარტო რჩება. ვიმეორებ, რაც უფრო განათლებული ადამიანი, მით უფრო მარტო რჩება, იმიტომ რომ მისი აღარ ესმით და იმიტომ რომ Facebook-თან მიატოვეს ხალხი. წიგნი არაო, კითხვა არაო, ესე იგი და ხელისუფლებას წარმომადგენლები არიან, წიგნი არ წაუკითხავთ ცხოვრების მანძილზე და არიან ადამიანები, რომლებიც წიგნში ცხოვრობენ და წიგნით ცხოვრობენ. ისინი ვერაზუსს ვერ გაუგებენ ერთმანეთს. ამიტომ როცა ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებთაცვისაც წიგნი უცხო ხილია, ისინი ვერაზუსს ვერ გაუგებენ იმ ადამიანებს, აი რომლებიც მუდმივად წიგნში არიან და ღრმავდებიან, კითხულობენ, ესე იგი, არც Facebook-ი მიუტოვებიათ, არც ელექტრონული ქსელები მიუტოვებიათ არაფერი, მაგრამ 70-80% განათლებას იღებენ სწორედ იქ, სადაც ფუნდამენტური განათლების მიღება შეიძლება. საქართველოში ფუნდამენტური განათლების მიღების არც სკოლა იძლევა უკვე, არც ინსტიტუტი, არც უნივერსიტეტი, არც არაფერი, ნუ აი რეალურად განათლება ისე დააქვეითეს, დააჩიავეს და განათლების მინისტრებად მოყავთ, როგორც სააკაშვილის დროს იყო, ისევე გრძელდება დღესაც. ციხეების უფროსები მოყავთ განათლების მინისტრებად და ან პროკურატურიდან, ამიდან და ამ შემდგომ კულტურის მუშაკებადაც კი უშიშროების და პროკურატურის მუშაკები და პოლიციის მუშაკები მოყავთ. გასაოცარია პირდაპირ, გასაოცარი. მე არ ვიცი ეს მართლა თვალებ ახილებულ ადამიანს, როგორ შეიძლება ეს მოწონდეს, ეს ვისაც მოწონს, ის ან თვალებ დავნელებულია, ან ძალით იბნელებს თვალს, იმიტომ რომ ისი ოჯახის რომელიმე წევრი, ან ვიღაც რაღაც სარფიან საქმეზეა და სხვა მეტი გამოსავალი არ აქვს, რომ ხარი უნდა დაუჭიროს. მე ვნახე ამის წინ ერთ პიროვნება, რომელსაც ტაქსზე ქონდა მიკრული ცალკეული პიროვნებების ხელმძღვანელების სურათი მასთან ერთად ქონდა გადაღებული. რა არის მეთქი ეს ტაქსი რო გამოვიდა, რა ვქნაო მითხრა, დედააგინა იმათ, მაგრამ რა ვქნაო, რომ აჩერებენო, აი რო შეხედავენ ამას, სურათი მაქვს გადაღებული. ხედავთ, სად მივედით ჩვენ. ეს რა მოხდა ქვეყანაში, რა მდგომარეობა, თანაც ამას აკეთებს თითქოს მოგეწონება ამახი კაცია, ვინც ეს მითხრა, მაგრამ აი გამოსავალი არ მაქვს მითხრა. ჩვენ იმ კაცთან კი არ გვაქვს პრობლემა. პრობლემა გვაქვს იმ სისტემასთან, რომელიც შექმნა ამ ხელისუფლებამ, რომ ასეთი რამეებით შეიძლება მახსოვს ძველ პერიოდში იყო რამდენიმე პიროვნება ვიცი საქართველოში სახელოვანი და ვიღაც ბრეჟნევთან ქონდა გადაღებული სურათი და ყველგან გამოდებული ქონდა და ჯიბით ატარებდა. იმიტომ კი არა ბრეჟნევი მოწონდა, იმიტომ რომ გარკვეულ მომენტში ეჩვენებინა ვინმესთვის. ანალოგიური მოხდა ჩვენთან ქვეყანაში დღეს და რეალურად ის რაც დღეს სიტუაცია ხდება, ეს არის აი სწორედ ის პერიოდი, რომელსაც ქვიოდა ასე იყო თელ მსოფლიოში მიღებული ყველა ენაზე ამბობდნენ ზასტოი და ზასტოის პერიოდი. საქართველოში პროგრესი გაჩერდა. პროგრესი რომ გაჩერდა, ამისთვის ძალიან ბევრი მაგალითის თქვენ უკადრებელი აკადრეს
ხალხს, თვალებახილებულ ხალხს როგორ შეუძლია დაუშვას ის, რაც საპენსიო ფონდთან დაკავშირებით ხდება ბატონებო. თანაც ნახეთ როგორ არის მე უბრალოდ აი ესეთი თაღლითი ადამიანებით გაივსო, ბოლოში 2-3 წუთი მჭირდება სულ წავიკითხო რა მიმართვაც ქონდა ამ ბოლო პერიოდში თაღლითი ადამიანებით ხელისუფლებაში რომ არიან, არ მინდა დღეს რამდენიმე გვარი დავასახელო, იმიტომ რომ მათ მინდა პირდაპირ ეთერში შევხვდე და ვესაუბრო, მაგრამ თუ ამაზე არ წამოვლენ, მერე რა თქმა უნდა, იქ როცა არიან, იციან რომ ეს ასეა. იქ ყოფნის დროს აქებენ და ადიდებენ, გამოვლენ იქიდან და ილანძღებიან. არ იცოდით ბატონებო, რამდენიმე წელია ყველანი მეც, ხვებიც, მე არა მარტო მე არა, ბევრი წერდით იმას, რომ საპენსიო ფონდისადმი ეს დამოკიდებულება არასწორია. ამ წერდით 4-5 წლის წინ იწერებოდა, რომ არ გინდათ არც ჩინეთი, არც ამერიკა, არც რუსეთი, არავინ ძალიან დიდი სტრატეგიული ობიექტები გავაკეთოთ, სწორედ ესე იგი ამ საპენსიო ფონდით ამ ხალხს რაღაც მუდმივი შემოსავალი გავუკეთოთ. ეხლა დღეს აი თითქოს ხპოსახტაცებით გაიძახიან, რომ ეხლა ხო თქვით 1 თვის წინ, 2 თვის წინ, 3 თვის წინ. ნახეთ გაზეთები, ნახეთ ისე სატელევიზიო გამოსვლები, ნახეთ ბევრი რამ, როდესაც თქვენ პარლამენტში იყავით და ბიძინა ივანიშვილს აქებდით და ადიდებდით. ბიძინა ივანიშვილი საჭირო კაცია, მაგრამ დაღუპეს მაქებრებმა, ხამელეონებმა, იმ ადამიანებმა, ივანიშვილის უბედურება ეს არის, რომ მისი მაქებრები უყვარს და ვინც მონები არიან, ისინი უყვარს. თორემ არ უყვარდეს ისინი, 90% შემცირდებოდა ამ ხამელეონების და აი ამ დამსმენების, ემის მიმტანების პარპაში ქვეყანაში და სხვა სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მოწონს ასეთი ხალხი, მოწონდა მიხეილ სააკაშვილს, მოწონდა შევარდნაძეს, მაგრამ რა დრო გადის, მით უფრო ფასი იზრდება ამ ადამიანების. პარლამენტში ზოგიერთი პიროვნება ზის, იმათი როგორ შეიძლება, ესე იგი, ოპოზიციაში რომ იყოს დღეს ბიძინა ივანიშვილი ან მისი გუნდი, იმ ადამიანებზე იტყოდნენ, ამათ რა უნდათ პარლამენტშიო, თქვენ რატო გხავთ პარლამენტში ეს ხალხი, მაგრამ გჭირდებათ, იმიტომ რომ თქვენი მონები არიან. რეალურად საპენსიო ფონდი ეს ცალკე განხილვის საგანია და მე განხილვის საგანი იმით კი არ ვამბობ, რომ რაც ხდება, ეს თავიდანვე იყო ცნობილი, ასე იქნებოდა. მაგრამ ეს სწორედ იმ ადამიანებს მინდა კითხო, კი მაგრამ ეს არ იცოდით 2 წლის წინ, 3 წლის წინ, იცოდით ხმას არ იღებდით, რო წამოდით დღეს პარლამენტიდან, ან რომ აღარ ახართ უკვე ბიძინა ივანიშვილის ფულზე მიბმული, ეხლა ლაპარაკობთ ამას, თქვენ სულმოკლე ადამიანები ხართ, ქვეყანა სულგრძელი ადამიანები ჭირდება, ეს სულმოკლეობა უპავს ჟურნალისტიკაში, პოლიტიკაში, ყველგან სულმოკლეობა. ამას ეხება სწორედ ის დოკუმენტი, რომელსაც მე ბოლოში წავიკითხავ და აი აგერ კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ესე იგი საქართველო არის სოფლის ქვეყანა. და ვლაპარაკობთ იმას, მაგრამ საუბრობ რაც ხდება, რომ აი ბიძინა ივანიშვილი გავგიკეთებს იმას, რომ ვიცით და წყნარად და ომი და სისულელე, ომი რო არ არის, აი ეს არ არის, ეს არის გეუბნები, რომ სისხლის გაშრობის პერიოდია ყველაზე მძიმე ქვეყნისთვის და საქართველოს სწორედ ეს პერიოდია, რომ სიმძიმ ნახეთ მათხოვრების რაოდენობა როგორ გაიზარდა მესტროებში, ქუჩაში, წარმოუდგენელი რაოდენობით, ამდენი არც მახსოვს ოდესმე რომ ყოფილიყო, მაგრამ აი აგერ ციფრებს გეტყვით ახლა რა მოხდა ამის იმაზე, ნახეთ სოფლის მეურნეობაში რა ხდება, 2025 წელს 2 მილიარდ 52 მილიონი დოლარი გავიდა ქვეყნიდან სულსათის რომ შემოგვეტანა პროდუქტები, 2 მილიარდ 52 მილიონი დოლარის სულსათი ვიყიდეთ გარეთ. ეხლა ვინმე იტყვის ბევრია ცოტაა, 356 მილიონი დოლარით მეტი ვიდრე წინა წელს 24 წელში. ხორბალი მოიხმარეთ 637.000 ტონა, ვაწარმოეთ მხოლოდ 155.000 ტონა, იმპორტით შემოვიტანეთ 658.000 ტონაა შემოტანილი, 658.000 ტონაა შემოტანილი. ვაწარმოეთ 4.000 ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 102.000 ტონით მეტი ვიდრე 24 წელში. უკეთესობისკენ მიდის საქმე? სიმინდი მოიხმარეთ 295.000 ტონა, ვაწარმოეთ მხოლოდ 209.000 ტონა საქართველოში და იმპორტი 79.000 ტონაა. ვაწარმოეთ 3.000 ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 8.000 ტონით მეტი. ყველგან უარყოფითია ესენი, ყველგან პრაქტიკულად ერთეული რამის გამონაკლის გარდა. საქართველოს სოფელში რო ეს მდგომარეობა იქნება, იმ ქვეყანას ხელისუფლება არ ყავს და არც ხალხი ვარ ჩვენ, აი რომელიც ვითმენთ ყველაფერი იმას, აზეთ ვლაპარაკობთ. კარტოფილი მოიხმარეთ 220.000 ტონა, ვაწარმოეთ 207.000 ტონა, მთელ რუსეთს, მოსკოვს, პეტერბურგს, საქართველო ამარაგებდა. კარტოფილი მოიხმარეთ, ვაწარმოეთ, როგორც გითხარით, ვაწარმოეთ 15.000 ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ
5000 ტონით მეტი, აქაც უარყოფითი ყველაფერი. ბოსნეული მოიხმარეთ საქართველოში, ესე იგი იმპორტი გარედან შემოტანა 171,000 ტონა. 171,000 ტონა შემოვიტანეთ გარედან. ვაწარმოეთ 15,000 ტონით მეტი და შემოვიტანეთ 23,000 ტონით მეტი. 23,000 ტონით მეტი. მშვილფეხარ კოსანი ხორცი მოიხმარეთ 33,000 ტონა, ვაწარმოეთ 24,000 ტონა, 10,000 ტონა იმპორტია გარედან შემოგვაქვს და ფასი რა აქვს კი ხედავთ ქვეყანაში. ვაწარმოეთ 2,500 ტონით ნაკლები ხორცი, ვაწარმოეთ 2025 წელს ვაწარმოეთ 2,500 ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 1,500 ტონით, ესე იგი 1,500 ტონასთანაა დაკავშირებული შემოტანა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ციფრები საიდან არის აღებული? ეს ძალიან ბევრმა, მათ შორის ტომარაძემ, სხვებმა გამოაქვეყნეს და გაცილებით უფრო რთული ციფრები გვაქვს ჩვენ, მაგრამ აი ამ ციფრებზე ვამახვილებ ყურადღებას, ეს რას ნიშნავს, ესე იგი თვალებახილულობას თუ თვალებდამნელებას ნიშნავს. ესე იგი ღორის ხორცი ანალოგიურად, ყველგან სადაც არ უნდა იყოს, ესე იგი შემოვიტანეთ 3,400 ტონით მეტი. ფრინველის ხორცი მოიხმარეთ 86,000 ტონა, ვაწარმოეთ 25,000 და ესე იგი ყველგან ფრინველი იყიდება ჩვენთან. და ეს ყველაფერი არის თურქეთიდან კატასტროფულია ეს ისინი რაც შემოდის ჩვენთან ბატონებო. ეს უხარისხო პროდუქციაა, უხარისხო. მე დავარწმუნე ამ დღეებში ძალიან ბევრი გარედან შემოტანილი პროდუქტები რომ შევამოწმეთ, როგორია და როგორია ჩვენი პროდუქტები. ზრდის პროდუქტები, ესე იგი იმპორტი 264,000 ტონა, 264,000 ტონა. ეს რძე გარედან შემოტანილი ყველა არის ხელოვნური რძე, რავით არის რა, ბუნებრივი რძე შემოგვაქვს ჩვენ გარედან საქართველოში. კვერცხი იმპორტი 28 მილიონია. გარედან კვერცხის გარედან შემოგვაქვს. ყველა მაღაზიაში კვერცხი იყიდება, კატამე არ არის საიდან, გარედან შემოტანილია ყველაფერი ესენი. ესე იგი შვილფხას, ნუ აი ყველაფერი აბსოლუტურად კოსანი პირუტყვი 761,000, ანუ 59,000 ნაკლები ვიდრე 2024 წელში ვყავდა. ღორი 7,000 ნაკლები ვიდრე 2024 წელში ვყავდა. ცხვარი ესე იგი 21,000 ნაკლები ვიდრე 24 წელში ვყავდა. ფრინველი ესე იგი აი ყველგან არის უარყოფითი ისა. გეკითხებით, განათლებაში რა მდგომარეობაა კი ვხედავთ. წიგნი არა, განათლება არა. ეხლა ვიწყებთ განათლების რეფორმას 15 წელია ხელისუფლება მოსვით. თქვენ ვინმე ხო არ გებრძვით ბატონო, ხელისუფლებას ვეუბნები. თქვენ გებრძვით, ჩვენ თუ თქვენ ებრძვით საქართველოს. ხელისუფლება ებრძოდეს საქართველოს, ამის მაგალითია საქართველო. ხელისუფლება საკუთარი არჩეული ხელისუფლება ერძვის ქვეყანას. სოფელში უარყოფითი ყველაფერი, განათლებაში ეხლა ვიწყებთ რეფორმას და როდის იყო რომ სამინისტრო აკეთებდა რეფორმას, ყველგან უმძიმესი მდგომარეობა, ფასები კატასტროფული ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გუშინწინ ბატონ რომან რურვას ვესაუბრე და უთხარი რომ აი ნახე, ეს არის ხორცი, რომელიც გარეთ ვიყიდე ჩრდილოეთ კავკასიაში 20 ლარად. და რა ღირს მეთქი ჩვენთან ეს ხორცი 40-45, აი 20 ლარად ვიყიდე მეთქი. რა იქ დაღესტანში და მაშინ ჩრდილოეთ ოსეთში და ამ ქვეყნებშია უკეთესი პირობები საქონლისთვის ვიდრე საქართველოში. ეს ხო სამარცხვინოა. თვალებახილებულია, თვალებდაბნელებული. იმ 1200-მა კაცმა, რომლებიც ჟურნალისტიკაში და საინფორმაციო სექტორში არიან, ყოველდღე იღებდნენ პაკეტს, ესე იგი უშიშროებიდან. ის ხალხი დღესაც აგზელებს ამ პაკეტის მიღებას, ამას უშიშროების მინისი ვერ გაბედავდა, თუ ეს არ იყო შეთანხმებული უმაღლეს დონეზე. და ესე იგი ის პაკეტი, ეს ხალხი დღეს 1200 კაცი კი არა საქართველოში 10-15 ჟურნალისტია სახელისუფლებოდ მომართული, საკმარისი რომ რაღაც სიტუაცია ხელისუფლების სასარგებლოდ შეცვალოს და 1200 კაცი წარმოგიდგენია თქვენ დღეს იძულებულია, იმიტომ რომ არ გაამხილონ რომ ისინი წლების განმავლობაში იღებდნენ ფულს 5, 6, 10, 15, 20, 30,000 დოლარს. ეს ტელევიზიებია, ეს გაზეთებია, ეს ჟურნალისტები არიან, ეს ექსპერტები არიან და იცავენ გამუდმებით. მე ამ რამდენიმე ხნის წინ არ მინდა დღეს გუშინ საუბრობდი ამის თაობაზე, ლამის სიმაში აიყვანეს აპოგიაში კომუნისტური მეწარმეობის ფორმულები და გამოდიან ამ ლიბერალური და რაღაც
კატასტროფული ჩვენ ამას სპეციალურ თემას მიუძღვნით, რომ საქართველოში საბაზრო ეკონომიკა ჩვენ არც ვიცით რა არის. არა მარტო იმიტომ, რომ თეორიულად არ ვიცით. საბაზრო ეკონომიკას აქვს ორი უმნიშვნელოვანესი პირობა. ის არ შეიძლება იყოს კორუფციის პირობებში და ის არ შეიძლება იყოს ნეპოტიზმის პირობებში. საქართველოში მითხარით პერიოდი ერთი დღე, რომელიც როცა საქართველოს არ უცხოვრია კორუფციით და როცა არ უცხოვრია ნეპოტიზმით და სადაც კორუფცია და ნეპოტიზმია, იქ არ არსებობს საბაზრო ეკონომიკა. საბაზრო ეკონომიკა ეს არის კონკურენტული გარემო. საქართველოში არ არის კონკურენცია, იმიტომ რომ საქართველოში არის კორუფცია და საქართველოში არის ნეპოტიზმი. ხელისუფლებაში ძონახო ნახავ რომ ეს პრემიერ-მინისტრთან სწავლობდა, ის პრემიერ-მინისტრის მეგობარია, ეს მეზობელია, ის ახლობელია, ის ნაცალე სხვა საზომი აქ არ არსებობს. ვითომ სხვა ცუდია. მხოლოდ იმაზეა ლაპარაკი, ვინც მათია, მათი ახლობელია, ვისიც იმედი აქვს რომ არ გაყიდიან. და ეს ხალხის დაჭერილია, როგორც იტყვიან, ძიმე გამოთქმა, მაგრამ ლიტერატურულად დაჭერილია ყველა ეს ხალხი ყურებით და რასაც უნდა იმას აკეთებიებენ მას. აი აგერ ის რაც მინდოდა და ამით დავასრულებ მე და შევეცდები რომ ტრადიციული ეს აღვადგინო ყველაფერი, ძიმედ საუბრობ, მაგრამ ორი ხაზგასმა გავაკეთე დაფიქრებისთვის. ჯერეთი ძალიან დიდი მადლობა ყველას, 20,000-ზე მეტმა ნახა, მე წაშალეს, მაგრამ მაინც ის იყო რაც გასაკუთრებული აუცილებლობას ხედავ, ეს დრო მიკარნახა, ძალიან ვრცელი სტატია, მე კიდე ამას ყოველ იმაზე დავდებ, ძალიან ბევრმა მინდა რომ ისევ და ისევ ნახოს. მე სწორედ ჩემი დაბადების დღეს გამოვაქვეყნე რაღაც ანალიზი გავაკეთე და ვთქვი შეფასებები, კი ძალიან ბევრი 1000 უბედურებას მიწევს, მაგრამ ერთმა ხელი მოგიმართოთ. მე ესე იგი რომ ესროლოთ შურით ხართ, რაღაც იმით ხართ, რომ ლანძღოთ ადამიანები და ასე შემდგომ, მაგრამ სიძულვილის კენჭი რომ ესროლოთ, მე სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ. ეს ჩემი პრინციპია და ეს არის დღეს პოლიტიკოსისთვის ოქროს კანონი. პოლიტიკოსი არ შეიძლება აყვეს, რომ ვიღაცა რო ლანძღავს, იმას აყვეს ლანძღვაში. ძალიან კარგად თქვა ოტიესელიანმა, როცა ერთი სულელი გაკრიტიკებს, შენ თუ მას აღევი, უკვე ორნი ხართ. მე არ ვაპირებ რომ ვიყო ამათთან დუეტში, არ ვაპირებ ამათ ვეკამათო, არავითარი ამის სურვილი არ მაქვს, მაგრამ ახლა იმ დამატებით იმაზე რაც დავწერე და ამით დავასრულებ, რომ ესე იგი როცა გამოვაქვეყნე ორი ხაზგასმა დაფიქრებისთვის. ვიცი ამის გამო როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, რაც თავარია მათი მხარდამჭერების მიერ კრიტიკის კარცერში აღმოჩნდები, მაგრამ რა გაეწყობა, სათქმელი მაინც უნდა ვთქვა. წამს და მჯერა არაერთი სწორად გამიგებს ნათქვამს, განსხვავებით პოლიტიკოსთა უმრავლესობისაგან, მირჩევნია რამდენიმე პროგრესული რა, ყველა განსხვავებით პოლიტიკოსთა უმრავლესობისაგან, მე მირჩევნია რამდენიმე პროგრესული ადამიანი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდნენ ტაშს. ახლა კი ორი ხაზგასმა. პირველი, საქართველოს პოლიტიკური სივრცე გაისო გაბოროტებულებით, პოლიტიკოსებში ნაცვლად აუცილებელი თავისუფლებისა, სწორედ მისი დამთვრგვინელი პოლიტიკური სიძულვილი, ან პოლიტიკური სიყვარული ჩასახლდა. აბა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ ბიზნეს ივანიშვილის სიძულვილმა მიხეილ სააკაშვილის სიყვარულამდე მიიყვანა არაერთი, ან პირიქით, სააკაშვილის სიძულვილმა ბიზნა ივანიშვილის სიყვარულამდე. ერთიც და მეორეც დღეს ნორმალურ ყველა ფსიქოლოგს, ერთ-ერთ სხვადასხვა ფსიქოლოგს დავითათბირე და მითხეს, რომ ადამიანი, რომელსაც ერთი ძულს იმის გამო, რომ ერთი უყვარს იმის გამო, რომ მეორე ძულს, ან საერთოდ პოლიტიკოსი რომ უყვარს, ის ავადმყოფობაა უკვე. პოლიტიკოსი შეიძლება მოგწონდეს მისი პრინციპების გამო, მისი განათლებულობის გამო, მისი ინტელექტის გამო, მისი განვლილი გზის გამო, მისი წესიერების გამო. მაგრამ ასე ბრმად სიყვარული, ეს წარმოუდგენელია და ავადმყოფობაა. ნებისმიერი ყველა ამას ამბობს და კიდევ კარგი რომ ავლი ბზურაბიშვილი არ არის ცოცხალი. აბა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ ბიზნე ივანიშვილის ესე იგი როგორც თქვით, ეგერ პირიქით ერთის სიძულვილმა მეორესთან მიგვიყვანა, სააკაშვილის მიგვიყვანა, ან პირიქით სიყვარულის ისტორია ადასტურებს, როგორც ასეთი სიყვარულის, ასევე ასეთი სიძრულის უკან ფინანსური მონური ანგარება დგას, რაც თავარია არა მარტო დაკარგეს ობიექტურობა, როგორც ბატონმა ივანიშვილმა და ბატონმა სააკაშვილმა, არამედ წაახალისეს ქვეყნის დამანგრეველი ეს პროცესიც. ერთსაც და მეორესაც უყვარს მაქებრები, ქამელეონები, ტაშისყრელები. ერთსაც და მეორესაც უყვარს ცოცხალი უნიჭოები და მკვდარი ნიჭიერები. აქაც
აქვე ერთიც მონური ფსიქოლოგიისა და ანგარების განწყობის ადამიანებმა ეს კარგად გააცნობიერეს და პრესით, ტელევიზიით მიდის შეჯიბრი თუ ვინ როგორ მოაწონებს თავს ან ივანიშვილს, ან სააკაშვილს. მეორე, ისტორია ადასტურებს, რომ ოპოზიცია ისეთივეა, როგორც ხელისუფლება. ეს არ იფიქროთ, ბატონებო, თქვენ ძალიან ბევრი რო ლაპარაკობთ, რომ უსუსური ოპოზიცია. უსუსური ოპოზიცია არის იმ ქვეყანას, რაც ხელისუფლებაა უსუსური. ძლიერი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოპოზიცია ძლიერი იყოს. რამე თუ ასეთ ოპოზიციას სრულად მოყავს მოქმედებაში ხელისუფლების შესაძლებლობები და ასეთი პოზიცია ოპოზიციას კი ქვეყნის მთელი პოტენციალი. სწორედ ეს არის ქვეყნის გამარჯვების უთქვარის საფუძველი. ოპოზიციონერობა ჩასაფრებას კი არ ნიშნავს. არამედ ოპოზიციონერობა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ცუდი არ გააკეთებინო. თუ ხელისუფლება ძლიერია და ოპოზიცია ძლიერია, ხელისუფლება მით უფრო ძლიერდება, იმიტომ რომ ის ოპოზიცია არ აძლევს საშუალებას, რომ აქ უბრალოდ ოპოზიცია ელოდება იმას, ოდის დაუშვებს შეცდომას. და ვითომ ეს შეცდომა ხალხზე არ მოქმედებს, ეს არის კატასტროფა. ეს წარმოუდგენელია ასე რომ გაგრძელდეს ყველაფერი. სუსტი ხელისუფლება ფიქრობს არა ხალხის და ქვეყნის, არა ხალხსა და ქვეყანაზე, არამედ ოპოზიციის დასუსტებასა და დამარცხებაზე. ეს ქვეყნის დასუსტებასა და ნგრევას გზაა. ყველაზე მეტად იმ ხალხის მაკვირებს, რომლებიც ხპოს ახტაცებით საუბრობენ, მათივე ენით რომ თქვათ, ოპოზიციის გაფარჩაკებაზე, რა გიხარიათ ხალხო, თქვენ ქვეყანა თავზე გვენგრევა ამის გამო. გაფარჩაკებულია საქართველოში ოპოზიციას და ხელისუფლებას. ვინმეს როგონია და აგერ ერთი რამ და ერთი ხაზგასმა კიდე ბოლოში. ძალიან ძლიერი ხელოვანი ეს ფილოსოფია დიდი ხანია მოდის, ნახეთ როგორ ამბობს. პოლიტიკოსების ქება იმისთვის, რომ მათ ბიუჯეტის ფულით ააშენეს საავადმყოფოები, ავტოსტრადები და საკინიზო ხაზები იგივეა, რაც ბანკომატის შექება თქვენივე ფულის მოწოდებისთვის. ხვდებით თქვენ როგორ ლაკონურად და კარგად არის ნათქვამი. საქართველოს ბიუჯეტი არის მთელი საქართველოს მოსახლეობის ბანკომატი. ჩვენ ფული შევაგროვეთ იქ, რომ გაკეთდეს კარგად. ეს ხელისუფლება და წინა ხელისუფლებები ამ ფულს კორუფციულად იყენებენ, გამდიდრდნენ. აღარ იციან სახლები ქვეყანაში რამდენი აქვს და ქვეყნის გარეთ რამდენი აქვს. ჩვენ ამათ ტაშს უკრავს და მადლობას ვეუბნებით. ანუ ჩვენ ფულს ესე იგი აკეთებინებენ ერთ ლარს 10 თეთრი საქმეს და ჩვენ ტაშს უკრავთ. ეს არ არის თვალები დაბნელება არ არის. და ვაჟაფშაველა ამბობდა თვალები ახილებული ხალხია. ბოლო პერიოდში წავაწყდი, უფრო დეტალურ ბლებში აღარ ვსაუბრობ. იყო პერიოდი, როდესაც მოდიოდნენ ეს ფულთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებმაც მეცნიერებას იგნორირება გაუკეთეს. ეს შევარდნაძის ეპოქაში მოხდა, როდესაც ჩვენ მივმართეთ წერილით კიდევ კარგი, ეხლა დღეს ლაპარაკობენ, რომ თურმე ჩვენ შეგვეშალა ესე იგი ზოგიერთი თავის თავზე და ვიბრალ. არაფერი არ შეგვშლია ბევრს. ჩვენ მაშინ პარლამენტში იყო თუ სხვაგან ვამბობდით იმასაც საჭირო იყო. ჩვენ ვთქვით, რომ არ შეიძლება ნულოვან აუქციონზე რამეების გაყიდვა. არ შეიძლება ამ დიდი ქარხნების ასე გაყიდვა. ჩვენ ვამბობდით, რომ ჯობს რომ სახელმწიფოც არ შეინარჩუნოს, მაგრამ გარკვეული პროგრამებით გადავცეთ მეცნიერებს და მეცნიერებმა მერე იპოვონ ის ხალხი, რომლებიც მიეხმარებიან, მაგრამ დამფუძნებლები და მეპატრონეები მეცნიერები იყვნენ. არა, კი რეზოლუცია იყო გადასარევი, მინისტრის მოადგილებაც მოგწერა, რომ წყინვალია, მაგრამ ამ ეტაპზე არა, მაგრამ მომდევნო წლიდან გავითვალისწინეთ, მომდევნო წლიდან არაფერი არ გაითვალისწინეს, გაყიდეს ყველაფერი. მე ვიჩივლე და დავაბრუნე იმაში, მაგრამ ავტოქარხანა, სატრაქტორო, ელექტრომექანიკური სასამართლოს წესით უჩივლე შევარდნაძის გადაწყვეტილებას, დავაბრუნე, მაგრამ მე რა მოვიდა სააკაშვილი და ისევ ქურდებს მიყიდა. ქურდებს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. და ნახეთ, იმ პერიოდში, როდესაც იწყებდნენ ეს ადამიანები და ბანკებში მოაწესრიგეს საქმეები და ფულს იღებდნენ და ან კიდე რუსეთიდან, ძირითადად რუსეთიდან დაგვანგრია, დაგვაქცია ჩვენ რუსეთმა და რუსეთში გამდიდრებულმა ადამიანებმა დაგვაქციეს საქართველოში. დაგვაქციეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. აი ამათ გააკეთეს ის, რომ ესე იგი დაიყენეს თავში სპორტსმენები. მე შევეცდები ამ დღეებში რომან რურუას მაგალითი მოვიყვანო. და რა გაუკეთეს მას ნიშნიანი ძეები. რომან რურუა ეს ვებერთელა მსოფლიოში აღიარებული სპორტსმენი დაიყენეს წინ, მაგრამ როგორც კი ფული იშოვეს და ხელისუფლებებთან მოიწესრიგეს საქმე, რომან რურუა აღარ აინტერესებთ უკვე.
ეს ერთი მაგალითი კი არ არის. ყველა დიდი სპორტსმენი ყავდა დაყენებული წინ, აი ამ ესე იგი სულით მახინჯ ადამიანებს ფულის შოვნა საქართველოში არაფერი არ უნდა შუბლის ნერვის გაწყვეტა. გაიწვიტეს შუბლის ნერვი ამ სპორტსმენებს და ხელოვნების ინტელიგენციის მეცნიერების წარმომადგენლებს ეგონათ რომ ესენი ღირსეული ადამიანები იყვნენ, მაგრამ თავიდან ვიდრე ჭირდებოდა თავს ევლებოდნენ, როგორც კი ფული იშოვეს, ისევ ლიტერატურული გამოთქმით დაიქნიეს ეს სპორტსმენები, მათ ხოვრება დაქციეს ხალხი, რომელიც ხელის გულზე უნდა ვყავდეს, მეცნიერი, მწერალი, მოღვაწე, მათ ხოვრება დაქციეს ეს ხალხი. დღეს ტარიელ ჭანტურიას დაკრძალვის დღე არის და მინდა გითხრათ რომ აი ასეთი ადამიანები უამრავი მიდივარ ეხლა რომ მის საფლავზე მივიდი ამ უღირსეულესი ადამიანის და ასე შემდგომ ანალოგიური იყო მე არ ვიყავი ამ პერიოდში აქ ქალბატონი ელენე აბაშიძე წესიერებით სავსე ქალბატონი რომელიც ესე იგი მისი ერთოთახიანი თუ ორთახიანი ბინის იმაზე ესე იგი იმის ხელში ჩაგდებაზე რა არ გააკეთეს ცალკეულმა პიროვნებებმა თუ საზოგადოებებმა ნაცვლად იმისა რომ იმაზე ეფიქრათ რომ რატო არ იყო მილიონერი ელენე აბაშიძე და თუნდაც ტარიელ ჭანტურია რატო არ არის მილიონერი და რატო არ არის ქვეყანაში ერთი მწერალი, ერთი ხელოვანი, ერთი მსახიობი, ერთი სპორტსმენი მილიონერი და რატო არიან მილიონერები ისინი რომელსაც წიგნი ხელში არ ჭერიათ და განათლება არ აქვთ და დიპლომები იყიდეს და ზოგიერთი აკადემიკოსიც გახდნენ. წარი ეს საუბარი ხვალ პეტრე-პავლობაა. ჯაყელების შეკრებაა და ვაპირებ რომ ახალციხეში წავიდე, ესე იგი ძალიან სერიოზულმა პიროვნებამ კვლევა გააკეთა ეს ესე იგი მალხაზ დათუკიშვილმა, პროფესორმა, დოქტორმა დავით დიდგორის გველზე გარდაიცვალა 8 თებერვალს ოიქეთ მიდიოდა, ძალიან ღირსეული და ეროვნული კაცი. მან გააკეთა ისა რომ რაღაც გარკვეული დასკვნა შაშია არტანუჯელთან დაკავშირებით, შაშია ბოცოს ჯაყელთან დაკავშირებით მე ხვალ ვაპირებ რომ წავიდე ამ ჯაყელების შეკრებაზე იმ პირველ ციხეში, პირველი ციხე რომელიც ციხესიმაგრე რომელიც მათ ააშენეს წინააღმდეგობრივია ყველა გვარის ისტორია ამ გვარისაც, მაგრამ ძალიან ბევრი ღირსეული რამ აქვს და მინდა ერთი რამ თქვა რომ საქართველოში თვალებ ახილებული ადამიანი დღეს არ ქვეყნის სიმდიდრე და ვინც თვალებს ძალით იბნელებს ეს არის უბედურება ამ ქვეყნის. ისინი გვიყიდიან ჩვენ ამ ქვეყანას და ვინც ყიდულობს ჩვენს ხმებს და ჩვენს იმას ისინი ქვეყანასაც გვიყიდიან. ჩვენ დღეს ძალიან სერიოზულად გვაფიქრებს ის, რასაც ვაჟა-ფშაველა ამბობდა. ქვეყნის მომავლისთვის და პოლიტიკისთვის უპირველესი და უმთავრესია თვალებ ახილებული ხალხი. როგორ გაქვს თვალი ახილებული თუ სოფელში ეს ხდება და დაშუქრავ, როგორ გაქვს თვალი ახილებული თუ კორუფცია მთლიანად ამ გზების და ამ კომუნალურ და ამ იმაში და კიდევ ამდენი სახლები შენდება და კომუნიკაციები მიწისქვეშ არაფერი არ იცვლება, ერთ ჩვენიერ დღეს კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება მთელი ქალაქი. მე უბრალოდ მაგვირვეს ეს მწვანეები როგორ არიან გაჩერებული რომ ასე ქალაქი მშენებლობა როგორ შეიძლება, ასე განვითარება როგორ შეიძლება. აბა კითხეთ გადით რაიონებში და გინდათ გდაში, გინდათ ნებისმიერ იმაში და გეტყვით რომელი დეპუტატი რომელ სახლს აშენებს. რა ღირს 300-400 დოლარი კვადრატული მეტრი უჯდება და 4-5 დოლარად ყიდიან და ესენი არიან ბიზნესმენები და ამას ქვია ბიზნესი ქვეყანაში. სათამაშო ბიზნესი ქვია ქვეყანაში ბიზნესი. ხორბლის და ხორცის გარედან შემოტანას ქვია ბიზნესი. თუ ქვეყანაში წარმოებას და იმის წარმოებასაც სუბდაა, კარგია, ჯამთელია, ადამიანურია. არ შევიცვლით პოზიციას. მეცნიერთა კონგრესი არ დადგება არც ხელისუფლებასთან და არც ამ ოპოზიციასთან. ჩვენ არც ბიძინე ამანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერთვებით ოპოზიციის სასარგებლოდ და არც ბიძინე ამანიშვილის გუნდში, რომლებსაც მიაჩნიათ რომ სისულელეს რო ლაპარაკობენ, რომ ამა და ამ წელში განადგურდება ნაციონალური მოძრაობა. და ნაციონალური მოძრაობა განადგურდება, ეს სიტყვაც არასწორია, მაგრამ თქვათ რადგან თქვენ იყენებთ ამ ტერმინს, განადგურდება იმავე დღესვე, როგორადაც თქვენ უკეთესად იმუშავებთ. თქვენ ვერ მუშაობთ იმაზე უკეთესად, ვიდრე წინა ხელისუფლებები მუშაობდნენ. და თქვენ ასე ხელისუფლებაში რო ხართ ამის გამო გინდათ მოერიოთ ვიღაცას. იმუშავეთ კარგად თუ შეგიძლიათ, კორუფცია არ გქონდეთ. ნუ ცხოვრობთ ფუფუნებაში. ნუ გაქვთ აგერ გერმანიაში გუშინ უარი თქვეს ბუნდესტაგის წევრებმა ხელფასის გაზრდაზე. უნგრელებმა გაინახეს ხელფასი. საქართველოში ამ დროს გაიორმაგეს და გაისამაგეს ხელფასი. წარმოგიდგენიათ რომ ჯამში რო აიღო ყველაფრის გათვალისწინებით
თვეში 100,000 ლარს იღებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ყველამ კარგად იცის, რომ ეროვნული ბანკი სიბნელეში მუშაობა უფროა დღეს თავისი ყველა ხელმძღვანელით. აი ამას თვალება ხილულობა არ ქვია, ამას ქვია თვალებდაბნელება. პეტრე პავლოვა ხვალ უფალი როგორ ამბობდა ამ ორი პიროვნების მიმართ, ერთი ზღვა სიყვარული და მეორე კლდესავი ძლიერიო. დღეს ის პოლიტიკოსია საჭირო, რომელშიც არის ზღვა სიყვარული და კლდესავი ძლიერია. გილოცავთ პეტრე პავლოვას.